რაზე უნდა მსჯელობდეთ რა პოლიტიკური მოვლენა უახლოვდება ქვეყანას, რას ვაკეთებთ, რა ამ კონტექსტში რა ადგილი უკავია ადგილობრივ თვითმმართველობას, საუბარი იმაზე, რომ საერთოდ რა არის ეს ადგილობრივი არჩევნები, მერი რა უნდა იყოს, თქვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მე მგონი უნდა იყოს ამის გარჩევა. წარმოგიდგენთ, თბილისის მერია ხო ზუსტად იგივე სისტემის დანამატია რა, როგორც მაგალითად არის საჯარო ბიუროკრატია და მთელი ეს სახელმწიფო ადმინისტრაცია, რომელიც ადამიანების რაღაცა თავისუფლებას ზღუდავს, ადამიანებს ძარცვავს გადასახადებით, ადამიანებს შრომაში ხელს უშლის თავისი რეგულაციებით და ასე შემდეგ რა. წარმოგიდგენთ, თბილისი არის როგორი გიგანტია, რომ წარმოვიდგინოთ ამ ქვეყნის მასშტაბით რა, რომ მე როგორც მახსოვს აი ძველი სამგორია რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი იყოს თბილისელები აი საშუალოდ იყვნენ დანარჩენ საქართველოს საშუალო მოქალაქეზე 6 ჯერ მდიდრები. ამიტომ იზიდავს თბილისი ამდენ ხალხს, რომ აქ არის მეტი შესაძლებლობა. შორს ვარ წავიდეთ თბილისის ეს თქვა არჩევნები გულისხმობს იმას, რომ აქამდე ვინაიდან ესე იგი ერთპიროვნული მმართველობის ვერტიკალი გვაქვს, როგორც მაგალითად რა პრემიერ-მინისტრი არ არის, ისე თბილისის მერი, მამე თბილისის მერი არ არის რა. რა გაგებით, იცი რომ იმას რამე მართველი ძალისგან რამე დამოუკიდებელი იდეა ხო არ გააჩნია. მისი თანამშრომლები ხო ისევე მონაწილეობენ სიტყვაზე როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ყველაფერში, აი ყველა ისეთ საქმიანობაში, რაშიც მაგალითად მონაწილეობს, არ ვიცი, მაგალითად განათლების სამინისტროს რაღაცა სკოლები, ხო? ანუ რაღაც მაშინ რა ქვია, საარჩევნო პროცესი იქნება, კოორდინატორობა იქნება თუ ასე შემდეგ. და პლუს აქვს რა მილიარდზე მეტი თანხა აქვს, მილიარდამდე თანხა აქვს თბილისის ბიუჯეტს, ის რაც თვითონ აქვს განაწილებული რა, რომ ახლა შენ გირჩევენ, ახლა შენი ასე თქვა ცალკე რაღაცა პოლიტიკური ძალაუფლება გაგაჩნია, ან ნდობა გაგაჩნია იმაზე, რომ ამხელა ბიუროკრატია ჩაგაბარეს ერთპიროვნული მმართველობის სისტემაში გულისხმობ, შენგანაც თავარი ამბავი არის ლოიალობა. ანუ ლოიალობა რას ნიშნავს, რომ შენ მაგალითად რაღაცაზე საკუთარი აზრი, განსხვავებული აზრი არ გამოთქვ. თქვენ ხო არასოდეს არ ხსმენიათ მაგალითად, რომ როდესაც თბილისის მერს ქონოდეს რაღაცა განსხვავებული პოზიცია რამე რეგულაციაზე, რომელიც მათ შორის და განსაკუთრებით შეიძლება თბილისს ეხებოდეს და რომელიღაც სხვა სამინისტრო ცენტრალური მთავრობის შემადგენლობაში მყოფი რაღაც გადაწყვეტილებას იღებდეს და ის მერე ამას აპროტესტებდეს. ანუ ესეთი რამე ხო არ გახსოვთ რა. ანუ ეს ხო იმის იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს ვერტიკალი, აი ყველა გაგებით არის, ყველა გაგებით მნიშვნელობა არ აქვს რა, ეს რაღაცა სასამართლო იქნება, ეს იქნება ვითომ დამოუკიდებელი ხელისუფლების შტო, სასამართლო, ვითომ მაგალითად აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება, რომელიც თვითონ ერთი შტო უნდა იყოს. იქაც ხო აი ადამიანები მიდიან, რაღაც მინისტრები მიდიან, რაღაცები მიდიან და რაღაც ათასნაირ თეორიებს გზავთ იმის შესახებ, რატო გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, რა ვიცი, ისა რა ქვია, რომელიღაც მინისტრი ან მაგალითად ღარიბაშვილი რატო წავიდა პოლიტიკიდან და ამაზე მიდის აი გარჩევა, ოღონდ როგორი გარჩევა, იცი? აი რაღაც არანაირი ფაქტები ამ ვიღაცა იმით რომ თავს იწონებს, რომ უფრო ახლოს იყო და ვითომ იცნობს ქართული ოცნების ხელისუფლების შიდა სამზარეულოს და რას შიდა სამზარეულოა, ხო გესმით რომ არანაირი შიდა სამზარეულო არ არის. ანუ ვერტიკალია. ანუ ბიძინას უკეთესად გამოიცნობს, ბიძინას გადაწყვეტილებების უკეთესი გამომცნობები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თქვათ რატოა ეს ასეთ რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ამ კაც დღეს ესე მოუნდა. გააქვს ერთადერთი გასაღები არჩევნები, როდესაც შეგიძლია რომ ამ სისტემაში რაღაცნაირი ყევა ან ცვლილება გამოიწვიო რა. თან ისეთ ქალაქში და ისეთი არჩევნები, რომელიც რაღაც გაგებით, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, აი თქვა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალბათ და საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებს ირჩევ, აქ ფაქტიურად ირჩევ, რა ვიცი, პოლიტიკოს, თავარ პოლიტიკოს ერთპიროვნული მმართველის გარდა, ხო და თუ აქაც ერთპიროვნული მმართველი ფაქტობრივად უზრუნველყოფს იმას, რომ მისმა მორჩილმა ადამიანმა გაიმარჯვოს, მაშინ აი სრულიად კონსოლიდირებული სისტემა გაქვს, ხო? იმიტომ რომ სასამართლოში ვერ შედიხარ, საერთოდ არავინ არ გელაპარაკება სასამართლოსთან დაკავშირებით, დასავლეთთან, რომელიც ასე თუ ისე ხანდახან ადამიანის უფლებებით ან სამართლიანი სასამართლოთი იყო და შეწუხებული ხოლმე ან რაღაც თვალსაზრისით მის აჯენდაში თუ პროგრამაში იყო ესეთი საკითხები. არ ჩანს
და დაგრჩა აი ეს რაღაცა შესაძლებლობა რა, პოლიტიკური შესაძლებლობა, რომელსაც ახლა მაგალითად რა ქართული ოცნება ჩემი წარმოდგენით არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამ ქვეყანაში ჯერჯერობით არჩევნები გააუქმოს როგორც ასეთი და გააქვს ეს შესაძლებლობა რა. ხო და რა გჭირდება და რომ გაიაზრო, რომ რისთვის აკეთებ, აი რატომ აკეთებ ამას რა. იმის არ იყოს მაგალითად აი რაღაცას რო აკეთებ ხო მთავარი ასე ვთქვათ мотиваტორი არის რომ რაღაცისთვის აკეთებ ხო და აი რაღაცასთვის იმას ნიშნავს რომ წარმოიდგინე აი ამ არჩევნებზე მაგალითად მართლა აი რეალური პოლიტიკური პროცესი რო არსებობდეს ამ ქვეყანაში ხო მართლა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ ეხლა ვიღაცებს ჩამოეყალიბებინათ რა თბილისის მაგალითზე, სადაც უბრალოდ წინასწარ იცი, მოცემულობა გაქვს ასეთი რა, წინასწარ შენთვის ცნობილია, რომ მოსახლეობა ყველაზე ამომრჩეველი, ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ადმინისტრაციულ წნეხს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თბილისში, არჩევნების გაყალბება იქნება ეს თუ სხვა და სხვა არის ბევრად რთული. ანუ და იდეაში წინა არჩევნები, რომელიც ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა, იმ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ მეტი ხმა მოიგო. ანუ რაღაც კონჩი გარანტირებული გაქვს, შენ თუ ოდნავ ადეკვატური იქნები. ცივილიზებული საზოგადოება გახდე, პოლიტიკური ცხოვრება აღსდგეს. აი ყველაფერს თავი დავანებოთ. აი პოლიტიკური ცხოვრება აღსდგეს, რომ ვინმე მაზრი გამოთქვას, რომ რატო არ შეიძლება თბილისის ცენტრში მანქანის გაჩერება. აი რატო უნდა იყოს ესეთი მდგომარეობა? ან რატო არის რაიმე თვალსაზრისით იმ დღეს დაწერა ჩვენმა მხარდაჭერმა უბრალოდ გადავხედე ისე ზედაპირულად რაღაც საცობების პრობლემაზე. აი წარმოიდგინეთ რომ ქალაქში აი წარმოიდგინე მილიარდი რო გაქვს რა, მილიარდზე მეტი რო გაქვს ბიუჯეტი რო გაქვს პოლიტიკური შენს რაღაცა სიტყვას რო რაღაცა მნიშვნელობა კი ბატონო შენ არ გამოდიხარ და არანაირ იდეას არ განასახიერებ რომლის საფუძველზეც ეს ქალაქი იქმნება, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ აი ჩვენ რო ბავშვებს უნდა ვასწავლოთ დამოუკიდებლობა. აქაც ხო რავი ადამიანი ხო შეიძლება არსებობდეს, რომელიც თბილისელების მაგალითზე იტყვის, რომ მაგალითად მათი ძარცვა ამ მასშტაბით ზედმეტია გადასახადებით. სიტყვაზე აი პოზიცია რო ქონდეს თბილისის მერს, იმასთან დაკავშირებით, როგორც მოქალაქეებს, ქვეყნის მოქალაქეებს, მის ამომრჩეველს როგორ უნდა ექცეოდეს ცენტრალური მთავრობა, რომლის ოპოზიციაშიც არის ის, აი როგორც სტამბულის მერი იყო ერდოღანის ოპოზიციაში. აი თბილისელების აზრი რო გამოთქვას, 1,5 მილიონი ყველაზე შეძლებული საქართველოს მოქალაქის აზრი რო გამოთქვას. როგორ ფიქრობთ, რამხელა წონა ექნება? ან მაგალითად, უშლით ადამიანებს ცხოვრებაში ხელს, არ ვიცი, მე უნდა ავაშენო ესტაკადები. სიტყვაზე ვიძახი რა, აი კაცი რო გამოვიდეს, რომელიც იტყვის, რომ რა ვიცი, ეს პრობლემა ასე უნდა გადავწყვიტო. მაგრამ აი კიდე უფრო რო ავწიოთ სტანდარტი, რომ საკუთრების უფლებაც რო ესმოდეს ამ მერს. აი საკუთრების, მაგალითად, თბილისელების საკუთრების უფლება უნდა იყოს პრიორიტეტი. რო თქვას რომ მაგალითად აი აქ თაწმინდაზე დანგრეული სახლები როა რომ შეიძლება კადრშიც კი ჩანს ერთ-ერთი ალბათ რა აი დანგრეული დაბზარული სახლები რო არის რომ მესაკუთრის უფლება უფრო ღირებულია ვიდრე რაღაცა კულტურული მემკვიდრეობის რაღაც ბიუროკრატიის რაღაცა რეგულაცია რომელიც გულისხმობს იმას რომ ეს კაცი თავის სახლს რომელიც მისი საკუთრებაა ვერც კი არ ემონტებს ხვდებით ან მაგალითად ქვეყანაში რომელიც ღატაკია ამ ღატაკ ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ ეს ქვეყანა შენდებოდეს. ანუ შენებლობა მარტივი იყოს ამ ქვეყანაში, რომ რა ვიცი, უამრავი რამე გვაქვს ასაშენებელი ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, საცხოვრებელი ბინებით დამთავრებული. ხო და ხო ვიცით, რომ ეს ყველაფერი მერიის რეგულირების ქვეშ არის. ანუ მერს რო საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ქონდეს, როგორ უნდა რაღაცა ორგანიზდებოდეს მშენებლობა 1,5 მილიონიან ქალაქში. ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ რომელი პოლიტიკური ლიდერი ესიმპათიურება ამ ადამიანს. აი რომელი რაღაც ეხლა ხო ესეთი რაღაცა იქნება რომ ანუ სინამდვილეში ყველა იტყვის რომ მე მყავს ჩემი რაღაცა კანდიდატი რომელიც რა ვიცი იდეალურია მერობისთვის. არც წინაჯერზე ხო ვინ იყო ნიკა მელია იყო ხო? ეხლა რა შეიძლება რამე ვინმეზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სინამდვილეში თუ ეს 4 პარტია იქნება ამ არჩევნებზე და ამ 4 პარტიის ამბავში იქნება, რომლებიც იდეაში ვერ ხვდებიან სისტემის პრობლემას, რომ ამ შემთხვევაში ბიძინა არ არის პრობლემა, არამედ აი მთელი სისტემაა პრობლემა ერთმართველობის და თავარი ჩვენი საზოგადოების ამოცანა არის აი ამ შეუზღუდავი ძალაუფლების დაშლა.
დაშლა ვერ მიდიხარ ჯერ სასამართლომდე, ჯერ უბრალოდ იმას საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საჯაროდ ჩატარდა. მაგაზე ვერ შეძელი სერიოზული საუბარი. ანუ ყველაფერი გააფუჭე ამ პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი გააფუჭე და მაგაზე ვერ შეძელი და მონაჯიებით და ევროპაში რაღაცა ვიზა ლიბერალიზაციის შეზღუდვით ებრძვი საკუთარ ერთპიროვნულ მმართველს. და შენ გინდა რომ ამ საკუთარი ერთპიროვნული მმართველის ადგილი დაიკავო და ვინმე დაგიჯეროს, რომ შენ კარგი გენდომება ამ საზოგადოებისთვის, რომლის ჩამოსაგდებად მამენ შენ ამ საზოგადოებისთვის ცუდი პრობლემა არ გქონდა. როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს არიან ერთპიროვნული მმართველობის სამსახურში, უშუალოდ, რა ვიცი, ბიუროკრატიის ფორმით და მათ დასანქცირებას ითხოვ, ისე, რა ვიცი, მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასანქცირება გინდა სხვა ფორმით. ანუ შენ ხო არ დაგეჯერება. იმიტომ რომ შენ გამოდის რომ ზუსტად იგივე გინდა. აი წლეთი განსხვავება რო არ არის ბიზნესგან. და თუ არ გინდა, მაშინ ხო, რა ვიცი, აი ეს პრობლემებია ქვეყანაში. რეალურად ხო ეს პრობლემებია. 6 თვეში გააქვს რაღაც მოვლენა, რაღაც არჩევნების სახით, რომელშიც კიდევ ერთი შანსია, რომ აი ეს პოლიტიკური ცხოვრება ჩართო. და შენ თუ არ თავ ამ პოლიტიკურ ცხოვრებას, შენ ხო ბიზნეს თამაშს და ბიზნეს სურვილების მიხედვით, რაც მას წარმოუდგენია, რომ ქვეყანა როგორც უნდა იმის ახერხებს ამის გაკეთებას. აი თუ ვერ მოახერხებს, ვინც მოახერხებს, ისიც ხო იგივე ბერკეტებს გამოიყენებს. და ჩვენ თუ რამე გვინდა ხო ეს გვინდა, რომ იგივე ბერკეტები არ არსებობდეს. ანუ განსხვავებული ანუ პოლიტიკური ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერს ქონდეს განსხვავებული წარმოდგენები ცენტრალური ხელისუფლებისგან, თუ როგორ უნდა გადაჭრას, თქვათ, რაღაც მილიონობით ადამიანის პრობლემა რაღაც საკითხში. ტრანსპორტი იქნება, შენებლობა იქნება, საკუთრება იქნება, გადასახადები იქნება, თუ რა იქნება. ანუ 1.5 მილიონი კაცის მიერ არჩეულ კაცს ხო ნებისმიერ თემაზე საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლია. აი, რაც არ უნდა იყოს. და ხო შეუძლებელია რომ დააიგნორო ამ კაცის აზრი, თუ შენ იცი რომ ეს ამ კაცის აზრია. ამ კაცის კონკრეტულად, აი ბიზნესამ კი არ უთხრა რაღაცა ბიზნეს მესეჯ ბოქსის დამწერმა კი არ მიაწოდა, არამედ რავი, ამ კაცის აზრია. ოღონდ თუ მართლა როგორც ძირითად პოლიტიკურ ამბავში, აი 61-მა კაცმა აზრი რო არ გამოთქვა, ისე რომ წაართვეს თუ გაუუქმეს მანდატები ვიღაც ლიდერებმა. აი ესეთი თუ იქნება იგივე შემადგენლობა, რომელიც საკრებულოსთვის იქნება გამზადებული, ისიც ხო ერთპიროვნული მმართველის მორჩილებისთვის გამზადებული ხალხია. ანუ იქაც ხო შანსი არ არის. ანუ სინამდვილეში იქნება ადგილობრივი არჩევნების ბედი ახლა წდება. აი ამ პროცესის დასაწყისში, რომ როგორ წავიყვანთ ამ პროცესს, ვიდრე სიტყვაზე ბოლოში, როდესაც არჩევნების შედეგები გამოცხადდება, ვინც არ უნდა მოიგოს, მიუხედავად იმისა, რომ შანსი როგორც თავიდან ვილაპარაკე რა, ანუ თითქოს ერთი შეხედვით ძალიან ისეთია, რომ შენ თუ ამ მიზანს მიაღწევ, რომ ვიღაცა ადამიანს იპოვი, დამოუკიდებელ ადამიანს იპოვი, წესდამ დამოუკიდებელმა და რაციონალურმა ადამიანმა ყველა კონში უნდა მოუგოს წინა არჩევნების შედეგების მიხედვით, მაგრამ რეალურად მაგაში ხო არ არის, ანუ შენ თუ იგივე პროცესს აწარმოებ, ამ ადამიანის გამოჩენაც ძალიან დიდი პრობლემა გახდება და მეორეს მხრივ არანაირი საფუძველი რომ საკრებულო კონდეს, სადაც ასევე ადამიანები არიან, რომელსაც ასევე აზრი გააჩნიათ, ხო არის არსებებს და მით უმეტეს ხო ეს კაცი რომ დაფიქრდება, რომ აბა საკრებულოში ვინ იქნებაო? ხო მიხვდება რომ პარალიზებული იქნება თუ საკრებულოში ისეთი ხალხი არ იქნა, რომლებთანაც აი ეს კაცი რამე პრობლემაზე რო იტყვის, გული შემტკივაო. ამ პრობლემაზე საერთოდ არავინ არ დაელაპარაკება. ანუ ეს ხო აბსურდი გამოვა მაშინ, აი კონტექსტს რო შეხედოთ აი ამ პროცესის, შენ თუ გააზრებული არა გაქვს, მერია რა არის, თვითმმართველობა რა არის, არ ვიცი, მეს რაღაცეები მართლა უნდა აწუხებდეს თუ არ უნდა პოლიტიკური საკითხები, აი მაგალითად აი ჩვენი მერია რო არ არსებობს, ამის მტკიცებულება დღევანდელი მერია, იმიტომ რომ არასოდეს განსხვავებული აზრი არ გარჩეულა მართლ პარტიასა და ადგილობრივ იმას შორის, არ არსებობს, არაფერი განსხვავება არ არსებობს. ისევე როგორც არსად ეს ხო მტკიცებულებაა იმის, რომ აი როგორც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ესე ადგილობრივი ხელისუფლება არის ბუტაფორია.